მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო რაგბის მოყვარულებო, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ YouTube გვერდზე თქვენ თვალსადევნებთ საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩების მიმოხილვას, რომელიც ძალიან ქულა უხვიდა, ლელო მრავალი გამოდგა, არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტურში 30 ლელო გავიდა. როგორც ჩანს, გუნდებმა სანოემბრო ტესტებს უყურეს და იქიდან აიღეს შთაგონება. პირველი მატჩი ბათუმსა და ლოკომოტივს შორის გაიმართა ზღვისპირა ქალაქში, სადაც ჯარიმით ბახვა კობახიძემ გახსნა ანგარიში, მე-9 ტურზე, ხოლო მე-12-ზე კავთიძემ გაათანაბრა. ამას მოყვა მე-15 ტურზე ბათუმელთა შეტევა და აზალაძის ეს ლელო, რომელთაც ანგარიში 10-3 გახდა, ისევ და ისევ კობახიძის გარდასახვის შემდეგ. აქ მცირე დაუდევრობა სტუმართა მხრიდან ლოკომოტიველებმა ვერ გააჩერეს ეს შეტევა, რაც ბათუმელთა კონტრშეტევით და გიგაშვილის ლელოთი დამთავრდა. 17-3 21 უკაცრავად მე-18 წუთისთვის. 21-ზე კი აი ეს შეტევა განვითარდა, რომლის დროსაც მათპატივცემულ ოპერატორს ცოტა იყოს ჩამოეძინა, ეთყობა რაღაც საინტერესო სიზმარი ნახა და სამაგეროდ ჩვენ ვერ გვანახა ლელო, რომელიც გაგოშვილმა დადო და ანგარიში 22-3 გახადა. კვლავ ბათუმელთა შეტევას ვადევნებ თვალს ახლა და თხელიძის ლელოს ნახავთ, რომელიც 8 ნომერმა 31 წუთზე დადო და ვერც ეს ეპიზოდი შემოგთავაზა მათპატივცემულმა ოპერატორმა, როგორც უკვე გითხარით. ეს კი ლოკომოტიველთა პასუხი 31 წუთზე, ეს მოლი მთავრდება ახვლედიანის ლელოთი და ანგარიში მცირდება, ბათუმელთა სასარგებლოდ 29-10 ხდება. 37 წუთზე კი ლოკომოტიველებმა კიდევ ერთი სალელოვე შეტევა განახორციელეს, აქ ბათუმელებმა უშველებელი ხვრელი დატოვეს დაცვაში პირდაპირ კარის წინ, სადაც მშვენივრად შეინავარდა ჭინჭარავულმა და ანგარიში 29-17 გახდა. ასე დამთავრდა პირველი ტაიმი, მეორე კი კობახიძის ჯარიმით დაიწყო 50 წუთზე 32-17 გახდა ანგარიში, ხოლო 68-ზე ალიქაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 39-17 ზღვისპირელებმა მშვენიერი გამარჯვება მოიპოვეს ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან. მეორე შეხვედრა თბილისში ავჭალის სტადიონზე გაიმართა, სადაც TBS-მა ჯიქს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ TBS-ი ზოლიან მაისურებში ასპარეზობს, ყვითლები კი ჯიქები არიან. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ხარაზიშვილმა ჯიქთა უკანახაზელმა 3 ქულა მოუკვდანა თავის გუნდს ჯარიმიდან, რასაც მოჰყვა ლელოთა მთელი კარუსელი, რომელიც მე-9 წუთიდან დაიწყო. ჯერ ტრაპაიძის ამ ლელოს ნახავთ, რომელმაც ჯიქები 0-10 დააწინაურა ხარაზიშვილის გარდასახვის შემდეგ, თუმცა ჯერ არც დასრულებულა ეპიზოდი, მივადევნოთ თვალი, მოლი საკმაოდ გაიწელა, თუმცა კარგად გაგრძელდა ჯიქისთვის და ტრაპაიძემ, როგორც გითხარით, ფურთი ხაზს მიღმა დაამიცა. ამას მოყვა უკვე აი ეს ეპიზოდის, როდესაც მოლოდინაშვილმა ჯიქებს ჩაუჭრა პასი, ირბინა ჩათვლის მოედნამდე და დაამიცა ფურთი, რითაც სხვაობა 3 გოლამდე დაიყვანა. გარდასახვა მჭედლიშვილმა ზუსტად შეასრულა. 27 წუთზე ქუთათელაძემ სულად წინ გაიყვანა TBS-ი, როდესაც აი ამ ხანგრძლივი მოლის შემდეგ ფურთი დაამიცა და 14-10 გახდა ანგარიში, მას შემდეგ რაც მჭედლიშვილმა ეს გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საჯმა მოუვარა, შეხედა, დააფიქსირა დამიწება და დაუსტვინა. ჯიქებმა პასუხი არ დააგვიანეს და სულ რაღაც 4 წუთში, ესე იგი 31 წუთზე, აი ამ აუტის შემდეგ პაპავაძემ 5 ქულა მიითვალა, თუმცა გარდასახვა ასწა და ანგარიში 14-15 დარჩა. ესეთ ჯიქების კიდევ ერთი შეტევა, გრძელი პასი მარცხენა ფრთაზე და აქ უკვე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ TBS-ის დაცვის უსუსურობაზე ამ მომენტში, როდესაც ერთი მოთამაშე დაახლოებით 3 მამცველმა გაატარა, პასიც გააკეთებინეს და ნადირაძემ ანგარიში 14-22 გახადა. ეს კი პირველი ტაიმის ბოლო რეზულტატური შეტევა, რომელიც ჯიქებმა განახორციელეს მეტოქის 22 მეტრიან ზონაში, მოიგეს ზუსტად დერეფანი, მიაწვნენ ფურთის დამიწება, რომელიც შენგელიას ანგარიშია და ანგარიში 14-29 გახდა, ასე დამთავრდა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმი გაიხსნა ჭედლიშვილის საჯარიმოთი 43 წუთზე და ანგარიში 17-29 გახდა, თუმცა ამან TBS უნივერსიტეტს არაფერი მიცა, რადგანაც გაგრძელდა ჯიქის დომინირება და ჯერ 78-ზე პაპავაძემ მომენტს ნახავთ ახლა, შემდეგ კი მე-80-ზე ბიწაძემ 2 ლელო გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 17-43 მოაგებინეს ჯიქს. ეს კი რუსთავის შესანიშნავი სარაგბო სტადიონია, სადაც ადგილობრივი ხარები ბოლნისის ყოჩებს დაუხდა ეროვნული ჩემპიონატის ბეჭდაუდებელ ფალავანს.
შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი ამ შეხვედრას ძირითადი 9 ნომრის გარეშე შეხვდა, ბეგაძეცა და ხუციშვილიც ეროვნულ ნაკრებს ეხმარებოდნენ, თუმცა უფრო ზარალის მომტანი ეს შემთხვევა მხარებისთვის აღმოჩნდა. ყოჩებმა კი შესანიშნავად ჩაანაცვლეს ბეგაძე მახარაშვილის, რომლის თამაშსაც აეხლა მინდა დააკვირდეთ, ჯერ ერთხელ გაძვრა პატარა სივრცეში, შემდეგ უკვე მეორედ ამოუგდო აქ თანაგუნდელს ბურთი და არჩუაშვილმა ლელო გაიტანა უკვე მე-16 წუთზე. ანგარიში გახდა 0-7 ყოჩების სასარგებლოდ. სოხაძის გარდასახვის შემდეგ რასაკვირველია. 25 წუთზე ყოჩებმა ანგარიში გაზარდეს, როდესაც გოგოლაშვილმა ფრთაზე გაინავარდა და იქვე კუთხეში დაამიცა ბურთი. აქვე უნდა აღინიშნოს დაცვის შეცდომა, რომელმაც ელემენტარული ბოჭვა გააფუჭეს. ის შემდეგაც უკვე როგორც გითხარით 25 წუთზე ანგარიში 0-12 გახდა. საკმაოდ მალე 33 წუთზე ჩხიკვაძემ კიდევ უფრო გაზარდა ყოჩების უპირატესობა, როდესაც ძელებს შორის ბურთი დაამიცა და სოხაძეს გაუადვილა საქმე. იმავე ტაიმში, კერძოდ კი 37 წუთზე რუსთაველებმა უკანა ხაზში ეს შეცდომა დაუშვეს, რითაც კარგად ისარგებლეს ყოჩებმა და მატჩის მეოთხე ლელო მიითვალეს, კერძოდ კი ეს ჯინჭარაძემ გააკეთა აი ამ შეტევის შემდეგ. შავლეგმა არ დააყოვნა ბურთის გამოტანა ამ რაკიდან, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს რუსთაველთა კიდევ ერთი შეცდომა დაცვაში, რომლებმაც ელემენტარული ბოჭვები ვერ გააკეთეს და მახარაშვილმა ჯინჭარაძეს ბურთი გაატანა, ამ უკანასკნელმა კი 26-0-მდე გაზარდა ანგარიში. მეორე ტაიმი თემურ სოხაძემ გახსნა 44 წუთზე გატანილი ჯარიმით და ანგარიში უკვე გამანადგურებელს დაემსგავსა. რუსთაველებმა კი მხოლოდ ის მოახერხეს, რომ არ წააგეს 0-ზე და ერთი პრესტიჟის ლელო გაიტანეს, რომელიც მელიქიშვილის ანგარიშზეა, ნათელაშვილმა კი ზუსტად შეასრულა გარდასახვა. 7-29 გაიმარჯვა ყოჩებმა. თბილისის ავჭალის სტადიონმა კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა, ეს გახლავთ ადგილობრივი არმაზისა და ქუთაისის აიას დაპირისპირება. გეტყვით, რომ არმაზი ღია მწვანე სალათისფერი მაისურებით ასპარეზობს, ქუთაისის აიას კი მუქიფერის შავი მაისურები მოსავს. პირველი რეზულტატური შეტევა იქნება ახლა თქვენს ეკრანზე. რეზი ჯინჭველაშვილის უშველებელი საკუთარი ნახევრიდან დარტყმული არეკნის ზუსტი აღმოჩნდა მერვე წუთზე და აია 0-3 დაწინაურდა. ამას მოყვა ჯინჭველაშვილის კიდევ ორი ჯარიმა მე-13 და 32 წუთზე და ტორაძე უმცროსის ლელო, რომელიც სამწუხაროდ ვერ ვნახეთ და პირველი ტაიმი 0-16 მოიგეს სტუმრებმა. ახლა მინაშვილის ლელოს ვნახავთ, რომელიც საპასუხოდ გაიტანეს არმაზელებმა და ანგარიში 7-16-მდე შემცირდა ჯიბლაძის გარდასახვის შემდეგ, თუმცა კლავ ჯინჭველაშვილი 42 წუთზე და ანგარიში 7-19 ხდება. საკმაოდ კარგად აქვთ არმაზელებს ეს ილეთი დამუშავებული, როდესაც დერეფნის მოგების შემდეგ 5 მეტრიან ზონაში ან მინაშვილი, ან სოსელი, ან რომელიმე სხვა ასრულებს თამაშს. ლელოთი ეს მოგააკეთა ამ შემთხვევაში სოსელიამ და 12-19 გახადა ანგარიში, თუმცა რატიშვილმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა ქუთაისელთა შემადგენლობაში და საბოლოოდ თამაში 12-26 მორჩა. ეს კი ჩვენი მიმოხილვის ბოლოს შეხვედრა გახლავთ, რომელშიც ერთმანეთს ორი დედაქალაქური გუნდი ლელო და არმია დაუპირისპირდა. მე შეგახსენებთ, რომ ეს ორი გუნდი უკანასკნელი ორი ჩემპიონატის ფინალისტები არიან და ორივე შემთხვევაში ლელოს დარჩა ჩემპიონობა. და ამ შემთხვევაშიც სწორედ ამ გუნდმა იზეიმა გამარჯვება. თუმცა მივყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად. ანგარიში აქ მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლელოელებმა ერთგვარი არეულობით ისარგებლეს მოედანზე, ყიასაშვილი გაძვრა, ამოაგდო ერთი პასი, ამას მოყვა მეორე პასი და ბაჩანა კოლელიშვილმა 5 ქულა მიითვალა საკუთარ აქტივში, თუმცა ყიასაშვილმა გარდასახვა ააცილა. საკმაოდ მალე სულ რაღაც 4 წუთში მე-9 წუთზე არმიელებმა მოახერხეს საპასუხო კონტრიერიშის განხორციელება, რომელიც ლელოთი დასრულდა. საკმაოდ ხანგრძლივი შეტევა გამოვიდა, რამდენიმე ფაზიანი და ბოლოს დარასელიამ შეაღწია მეტოქის ჩათვლის მოედანში. ბაირამაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მე-5 წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, 25-ზე კი აქ ბაჩანა კოლელიშვილს დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა აღარაფერი დააკლდა ბადრი ალხაზაშვილს, რომელმაც თავისი პირველი ლელო მიითვალა ამ მატჩში და ანგარიში 12-7 გახდა ყიასაშვილის გარდასახვის შემდეგ. 36 წუთზე ყიასაშვილმა ჯარიმაც გაიტანა და ტაიმით 15-7 მოიგო ლელო.
ეს უკვე მეორე ტაიმია, კერძოდ კი 51 წუთი და ალხაზაშვილის დუბლს ნახავთ ახლა. ფუკერმა ჯაჭვურში ბურთი დაამეცა და 22-7 გახადა ანგარიში. ამის შემდეგ არმიელებმა უფრო დიდი მონდომებით შეუტიეს და 57 წუთზე გურგენიძემ ერთი ლელო გაქვითა. 22-14 გახდა ანგარიში. 78 წუთზე არმიელთა ეს საინტერესო შეტევა განვითარდა, რომელიც დაიწყო შერკინებით. აქ არმიელებმა მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა არ გამოიყენეს უპირატესობა, არჩიეს რომ გაეთამაშებინათ, ბურთი იქნა დარტყმული ფრთაზე, სადაც მას დახვდა გოგოლაძე, ფეხით გაიჩერა, დაახტა და საბოლოო ანგარიში 22-19 დააფიქსირა. მეტი არმიამ ვეღარ შეძლო.